მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. მინდა ორიოდე სიტყვით გაგაცნოთ ჩვენს საკვირაო სკოლაში ჩატარებული ერთ-ერთი აქტივობის შესახებ. გუშინ ჩვენთან იყვნენ ჩამოსული ონლაინ საკვირაო სკოლის ბავშვები. ეს ბავშვები ყოველ შაბათს 9 საათზე საქართველოს სხვადასხვა მხრიდან ერთვებიან ამ გაკვეთილებში და პერიოდულად ჩვენ ვიკრიბებით ფერისცვალების სამრევლო სკოლა უფლის კარავში. მოგესალმებიან მამაბასების მოწაფეები ქუთაისიდან. ჩვენი პირველი გამოსვლელი იქნება გაბრიელ ცქიტიშვილი და იგი დაალოცავს ერს და მამულს. ბუნების ძალა, შემოქმედო ყოვლისაო, შენ გაუთენე ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს ბედნიერი ხვალინდებით. განკურნე ყოველგვარი სენისაგან, მიეცი ჯანი მთელი, ღონე შენი, ნიჭი შენი და უკვდავება შენი. დააშქე თვალი ყოველი მორჭმუნენისი. საუკუნოდ დააყურე ყურმსმენელი და მსურველი მისი სიავისა. დალოცე აკვანი ზუზუ და კალთა მშობელი მიწისა. გააუსე სახლი ყოველი მოსახლისა მზითა და სითბოთით, ბეღელი პურით, მარანი ღვინით, ახორი საქონით, გალია ფრინველით და გულისადნუებით. აჟრიამულე ეზოყარი ყოველი მოსახლისა ბადიშებით, შვილიშვილებითა და შვილიშვილებით. უშნად მდინარა დიდინე ბედნიერება ჩემს ქვეყანაში. არ მოუშალო გონიერი ერისკაცი და მწყემსი ჩემს სამშობლოს. ყოველ ღამეს სასთუმარს ნატრის თვალი დაუდებ შორ რომელს რათა დილით ადგეს ნახოს და მამულის უკვდავება ინატროს. ამინ. ამ ბავშვების აქ შეკრების ერთ-ერთი მიზანი გახლავთ ის, რომ ბავშვები ერთმანეთს იცნობდნენ არა მარტო ეკრანებით, არამედ პირადადაც შეხვდნენ, დაილაპარაკონ, გაიცნონ ერთმანეთი, დამეგობრდნენ და სხვადასხვა ქალაქში ყავდეთ მორწმუნე მეგობრები. მორწმუნე ოჯახებიდან წამოსული მეგობრები, ასეთია, უფრო მეტად გაძლიერდეს ამითი ჩვენი სამშობლო. მე ქეთევანის სამშობლოდან ვარ, მისი სისხლი ვარ, შვილი ვარ, და ვარ აკაკის ნასუნთქაერს ვისუნთქავ, ილიას გავლილ მიწაზე დავალ. ჩემო მცველო, ჩემო მცველო, ჩემო კარის მეზობელო, არალო დილადეა, ნაინაინა. ისე მტკიცე იყვნენ თურმებით მეტეხის კედელი, გმირი თინა წალკისელი და მაია წყნეთელი. მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა მტერი თრდო და ვერანი. საქართველოს ცისფერს გავდა ფერი მათი მერანის. მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი, საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი. ზოგმა იმღერა, ზოგმა ლექსი თქვა, დაუკრა. ვინც რა შეძლო, ისე ექსპრომტად უცბად რაც მოიფიქრეს. მასპინძელსა მხიარუსა, მასპინძელსა მხიარუსა, დილაივაილი მერე მზის სამოშლას შევეგებოთ, იქნება აღვადგინოთ მონასტრები, იქნებ დანგრეული წავაშენოთ, ტრის განაჩეხილერ ქაცითელი. ისევ ვახაროთ და ვაშენოთ, გმერთო აზეიმე სამართალი, ზესავ დაგვიფარებ შინდისფერო, რა ღირს სამართალი ბატონებო, რა ღირს ბატონებო საქართველო. შედგა ასევე შეჯიბრება, რომელიც უკავშირდებოდა მაცხოვრის იგავებს და უკავშირდებოდა ქრისტეს შობას. და ამ შეჯიბრებებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით დაჯილდოვებული იქნებიან ბანაკში წამოსვლით, ესე იგი ბაკურიანში მოეწყობა 5 დღიანი ბანაკი და უკვე მესამე წელიწადია გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელმთავრის მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით ჩვენ ბანაკებს ვაწყობთ და გამარჯვებულები სწორედ ამ ბანაკებში მიყვავს. დასრო ჭამს ადამიანი და ისე კარგად ჭამს რომ მოგანდომებს და ისე კარგად იმღერეს და ლექსები თქოს ხევსაც მოანდომებს.
ლოცულობს, სადაღავლეს ხმათა ხავერდებს და საქართველოს დღეგრძელობას გამჩენს ავედრებს, თრთის ვენახები, თრთის ყანები, თრთის გალავნები, თრთის საფლავები წმინდანების და ფალავნების. მოდი ერთად წავიდეთ, პირი შევკრათ მიდევოთ, ერთმანეთს დაუმშვენოთ ხარი. ჩვენს ზემოდან დავწერის დაუღუთა სულები, მათ წინაშე მოვიხადოთ ვარი. ეს ბანაკები კიდევ იმით არის კარგი, რომ აქ ბავშვები ბევრ რამეს სწავლობენ. ჯერ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტად დაახლოვდებიან, სხვადასხვა თავგადასავლებიან. იქაც სპორტულ თუ შემეცნებით აქტივობებს ვახორციელებთ ღვთის მადლით და დიდი სამეგობრო წრე იქმნება, ესე რომ ვთქვათ. ესე რომ მე მინდა თითოეულ ბავშვს, აქ მოსულ ბავშვს უსურო, რომ ერთმანეთში სწორედ მეგობარი ეძებონ, დამეგობრდნენ და მათი მეგობრობა ჩვენ სამშობლოს გამოადგეს და იყოს ღვთის სადიდებლად. ღმერთმა უშველოს ჩვენს პატარებს და მათ მშობლებს.